ახლა კი დაპირებული ვიდეო თემაზე, როგორ მოვამზადოთ ხორცი ისე, რომ ჯანსაღიც იყოს და გემრიელიც. ხორცი და თევზი გრილში შევწვათ თუ მოვხარშოთ. მოდი ავხსნათ ერთიც და მეორეც. გრილზე შეწვისას ხორცი ბუნებრივად კარგავს ზედმეტ ცხიმს, რომელიც უბრალოდ იღვრება ქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ ნაკლებ კალორიას, ნაკლებ დაწვირთვას ღვიძლზე და მსუბუქად მოსანელებელ საკვებს. გარდა ამისა, გრილი ინარჩუნებს ხორცის ბუნებრივ გემოს. გარედან ხრაშუნად და გემრიელია და შიგნით არ რჩება მშრალი და უგემური, პირიქით წვნიანი და გემრიელია. ამავე დროს ინარჩუნებს ცილას და ვიტამინებს და მინერალებს. ანუ ყველაფერი იმას, რაც სჭირდება შენს კუნთებს და იმუნიტეტს. და მოხარშვის დროს წყალში გადადის ვიტამინები და მინერალები და ცილის ნაწილი. ანუ ცილაც ნაწილობრივ იშლება მაღალ ტემპერატურაზე. ასე რომ არ არის საჭირო რთული რეცეპტები, მთავარია იცოდეს სწორი მეთოდი და მიიღებ მაქსიმუმს. თუ რამე კითხვა გაგიჩნდა, შეგიძლია დამიკავშირდე.